კიდევ თქვა. ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას, მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა და გაუხო მათ მამამ ქონება. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი. წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა მუცელი იმ რკოთი ამოეყარა, რომელსაც ღორები ჭამდა. არავინ არაფერს აძლევდა. როცა გონს მოეგო თქვა, მამა ჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები წავალ მამა ჩემთან და ვეტყვი, მამაო, შევწოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ზედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგან. ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცდა. ვაჟმა კი უთხრა, მამა, შევწოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ზედ ვიწოდებოდე. მამამ უთხრა თავის მონებს, მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააწვით. გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააწვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით, ჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა და დაიწყეს მხიარულება. უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და კითხა, ეს რა ამბავია? მან უთხრა, შენი ძმა მოვიდა და მამა შენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რა კი მრთელი დაუბრუნდა. ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და თხოვდა. მან კი პასუხად უთხრა მამას, აგერ რამდენი წელია გემსახურებ, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულ ვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარო. ხოლო როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალა. მან კი უთხრა, შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და რაც კი რამ გამაჩნია შენია. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვხიარულობდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.